ჩემთვისაც ძალიან ბევრი ამ ადამიანებისთვის ქართული ოცნება კორუფციასა და დანაშაულებასთან გარდა იმისა, რომ ტურული და მოღალატეური პოზიცია თავისი ქვეყნის მიმართ ამასთან ასოცირდება და ცხადია, რომ ალბათ გაუსურველი და პატიოსანი მმართველი პარტიის წევრი მეძნელად წარმომიდგენია. ფაქტია, რომ ეს ხელისუფლება აბსოლუტურად თავისივე სიბინძურეში არის ჩაფლული და განაჩენი არის შეიძლება დღეს და ხვალ არა, მაგრამ განაჩენი არის ის, რომ ეს ხალხი უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას. რაც შეეხება ქალბატონ მინისტრს, რომელმაც ძვირადღირებული ჩანთები შეიძინა, აქაც საეჭვოა, რომ ეს არ ვიცი, რამდენი ხელფასი აქვს და თუ შეიძლება ამითი მიცეთ თავს უფლებას, რა ვიცი, რამდენი წელი აგროვა, ჩანთები შეეძინა და მეც მინდა იგივე მაგალითად დედაჩემსოვაჩი. მაგრამ საკუთარ არ მაქვს ამის საშუალება, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი, მთელი ცხოვრება მუშაობდა, ხშირად რამდენიმე სამსახურშიც კი. და უფრო სერიოზულად თუ შევხედავთ, რა ვიცი, ოცნება მაქვს ასეთი, რომ რამდენიმე კანონი მიიღო ჩვენო პარლამენტმა, როცა იქნება და ერთ-ერთი მათ შორის ცხადი არის ლუსტრაციის კანონი, რომლის არქონის გამო დიდი უბედურებები გვაქვს და ვფიქრობ, რომ ის რაც დღეს ჩვენს თავს ხდება, გარკვეულწილად ამის დამსახურებაც არის და მეორე კანონი არის კანონი დაუდასტურებელი ქონების დაუსაბუთებელი ქონების შესახებ. რომ ადამიანებს, რომელიც ამ ხელაფულს ფლობს და დიდი ეჭვი მაქვს, რომ უკანონო მათ აუცილებლად მთელ თავის ძალისხმევას ამას დაახარჯავენ. გააფრებით იბრძვიან საკუთარი ქონების არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნის, არამედ საკუთარი ქონების შესანარჩუნებლად. იმიტომ რომ ძალიან ბევრი არ ვიცით, მიუხედავად იმისა, რომ მადლობელი ვარ იმისი, რასაც მუშაობთ თქვენც და ზოგადად მედიის გასაგონად მაბოთ და აშკარავებთ ამ ადამიანების მოპარულ ქონებებს, მაგრამ დარწმუნებულად გაცილებით მეტი არის, რაც არ ვიცით. ეს ფული განაპირობებს ძალაუფლებას და ძალაუფლება აშოვნებს ხშირად ფულს. მე დარწმუნებულია, რომ ეს ხელისუფლება აღარ იქნება, ძალიან ბევრი სიბინძურე გამოჟღავდება კიდევ ძალიან ბევრი სადაც ჩანს, მაგრამ გაცილებით მეტი გამოვლინდება, ვიდრე დღეს ვიცით, როგორც წინა ხელისუფლების თუ წინა ხელისუფლებების შემთხვევაში ხდება, ის კი არა დღემდე ვგებულობთ რაღაცა ფაშისტების დანაშაულს, საბჭოთა პერიოდში ჩადენილ დანაშაულებს და ასე შემდეგ და თუნდაც წინა ხელისუფლების, თუნდაც ასლანაბას შევარდნაძის ნაციონალების დროინდელ და ეს რა თქმა უნდა არსად არ დაიმალება, უბრალოდ ბევრ რაღაცას აღარ ეშველება დასაგები მიზეზების გამო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამას ყველაფერს დავინახავ და ის ადამიანები, რომლებიც თავისი ქვეყნის წინაშე დანაშაულს ჩადიან, აუცილებლად დაიჯებიან ამას.